მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის დღის განმავლობაში მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ ამბებს გაგაცნობთ. თავდაპირველად როგორც ყოველთვის გავიგოთ რა ხდებოდა ჩვენთან. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ასე რომ უახლოესი 20 წუთის განმავლობაში თქვენ გაიგებთ რა ხდებოდა საინტერესო კინოსა და მუსიკის სამყაროში. ხარვასლის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა მხატვრის ქრისტინე რობაქიძის გამოფენა გაიხსნა. მიუხედავად ასაკისა, იგი 6 პერსონალური გამოფენის ავტორია და მრავალი კონკურსის ლაურეატი. ქრისტინეს საყვარელი მხატვარი სალვადორ დალია, რომლის გავლენაც მის ნამუშევრებში ნამდვილად იგრძნობა. ხატვის სტილი მრავალფეროვანია და ორიგინალური. დღეს ჩემი მე-6 პერსონალური გამოფენა, მშვენივრად გრძნობ თავს, ძალიან ბედნიერად, ალბათ მხატვრისთვის ეს არის უბედნიერესი დღე. მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულების დღეა, არ ეხება არანაირად, გამოფენას ქვია ევოლუცია, მაგრამ რაღაც მას დავამთხვიეთ ამ თარიღს, რაც შეეხება სათაურს. გადაწყვიტე დამერქმია მისთვის ასე, იმიტომ რომ ჩემს თითოეულ ნახატში თითქმის მდეს პროტესტი, ჩემებური ალბათ და შიში ევოლუციისადმი, იმიტომ რომ რაც უფრო მიყვებით ევოლუციას, მით უფრო შორდებით ღმერთს. ეს ფაქტი საკმაოდ დაინტერესებას იწვევს, სადაც მივდივარ ყოველ შემთხვევაში, ორი ხელით ხატვა, რომ თვითონ როგორც მითხრეს მხატვრებმა ესე მიქელანჯელო აკეთებდა, ესე იგი ერთდროულად დავიწყებ ორივე ხელით და ხატა ესე მიყოლებით. ოღონ ნახატები არის არკისებური, ესე იგი სხვადასხვა არა, ერთნაირი ფიგურებია. ძირითადად ასე ვხატავ მაშინ, როცა მეჩქარებ. სანო სტუდიაში თიკა ხეცურიანი თავის მორიგ სიმღერას წერს, რომელიც ფრანგულენოვანი იქნება. კომპოზიტორი ლილიკო ნევსაძეა, ხოლო ტექსტი თავად თიკას ეკუთვნის. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თიკა პროფესიით ექიმია და იგი პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუმცა საქართველოში მისი ყოველი ვიზიტი ახალი სიმღერის ჩაწერით ან კლიპის გადაღებით სრულდება. თიკა მარს ამჯერად უღალატა ტრადიციას. მისი შემოქმედების მოყვარულს სულ მალე ახალი სიმღერის მოსმენის საშუალება ექნებათ. Et je suis dans tes bras en dansant le tango. Mélodie t'envoie mes fleurs, la 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 la. Mélodie te cherche encore, la 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 la. Car je t'aime. ლილიკომ გამომიგზავნა მელოდია თავისი შესრულებით და ჩვენ მოვიფიქრეთ, რადგან ყოფილიყო ცოტა განსხვავებული, დაგვედო ესე იგი ტექსტი, ფრანგული ტექსტი. ასე რომ ტექსტის ავტორი გახლავართ მე, კომპოზიტორი ხალბადონ ლილიკო. Le bonheur qui nous entoure est plein de fleurs. La joie descend du ciel avec les ailes de arc-en-ciel. სიმღერას ქვია ჩინური ჩრდილი, რადგან ეს ჩრდილთა ცეკვა მელოდია არის ტანგო და ირეალური ტანგო, ანუ ეს იგი არსებობს ქალი და არ არსებობს პარტნიორი. და ასე რომ ეს ხდება ჩინური ფარდის მიღმა, ჩრდილთა ცეკვა. Et je reste avec toi. Car mon cœur bat pour toi. ძალიან მოხარული ვარ დღეს ამ სტუდიაში ყოფნით, ეს ჩემი სტიქია, ჩემი მუზა, ჩემი უკაცრავად, ჩემი სული და ამ სულის ჩამდგარი სწორედ ჩემი მეგობრები არიან და უპირველეს ყოვლისა ჩემი ლილიკო, რომელიც მათ ამამებს ყოველთვის. თიკას უნდოდა ფრანგული სიმღერის ჩაწერა და ეს სიმღერაც რაღაც მოვიფიქრე, რომ აი ტანგოს მოუხდებოდა ფრანგული ტექსტი. მართლაც თიკამ დაწერა არაჩვეულებრივ, მე კი არაფერი არ გამეგება რა სიძახის აზეარავა, რას ამბობს, მაგრამ მე თარგმნა და თარგმნით არის რაღაც სიყვარულზე. Mélodie t'envoie mes fleurs, la la la. Mélodie te cherche encore. Car je t'aime. პირველი სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში პატარა მხატვრების, ქეთი და შოთიკო პეტრიაშვილების გამოფენა მოეწყო. როგორც ქეთის და შოთიკოს ხატვის პედაგოგი ვარაუდობს, მათ დიდი მომავალი აქვთ წინ. გაამართლებენ თუ არა ისინი უამრავი ადამიანის იმედებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ კი მხოლოდ წარმატება შეგვიძლია გვუსურვოთ.
მე ხატავ 9 წლიდან, ბავშვობიდან ძალიან მეყვარს ხატვა. მე თანათან დავიხვეწი ამ ხატვაში, რაღაც აი თქვენც ხედავთ როგორი ნახატები მაქვს. მე ძალიან მიყვარს ხატვა და შეიძლება გამოვიდე მე მხატვარი, არ ვიცი.